გამარჯობათ მეგობრებო. დღეს დავხატავთ ტუჩებს. ავიღოთ ფანქარი P. ანუ დღეს გვექნება სამი ტიპის ტუჩები. იქნება პერსპექტივაში, სწორი და პროფილში. გავყოთ ფურცელი სამ ნაწილად. ერთი, ორი და სამი. გავყეთ. ეხლა დავხატოთ ოთხკუთხედი. ეს პირველი ჩანახატი. გავაკეთოთ ოთხკუთხედი. უფრო გრძელი ოთხკუთხედი გვინდა. გავსვათ ხაზი და მერე მეორე ხაზი და ასე ვიპოვით ჩვენ წერტილს. მერე ჰორიზონტალური ხაზი გავსვათ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს ვერტიკალურად ხო გამოვსით, შუა ცენტრი ხო ვიპოვეთ. ეხლა ეგეც უნდა გავყოთ ნახევრად, ეგ პატარა ოთხკუთხედი და კიდე ნახევრად. აი. დააგვიდით კარგად. აქაც გავუსვათ ხაზი. ოღონდ ცოტა დამრგვალებული და მალე გაიგებთ რატომაც დამრგვალებული უნდა იყოს ეგ ადგილი. ეხლა ნახეთ, ვაკეთებთ სამკუთხედს. ნახევარ სამკუთხედს. ესა ანუ წერტილები ტუჩის ყველაზე მუქი ადგილებია და სადაც დასრულება ტუჩების. ეხლა შევაერთოთ ამ სამკუთხედებს. აი ნახეთ, უკვე გაიგებთ და დაინახავთ თუ როგორ იქნება ტუჩები. ეხლა ეს არის შუა ხაზი, მან უნდა იყოს სიმრგვალე. აი მრგვალი ამოსული, რო წინ გამოდის ეს ტუჩის ადგილი და მან არის ჩაღრმავება. შევაერთოთ ამ წერტილებს. ცოტა ფორმა მიცეთ, ყველა ადამიანს თავისებურად სხვადასხვანაირი ფორმა აქვს. ეს არის სტანდარტული კლასიკური პროპორცია. ეხლა ავიღოთ, დავხატოთ ქვედა ტუჩი. აი მათ არის ჩაღრმავება. ეხლა ვამრგვალებთ. ანუ ქვედა ნაწილი მაგ ტუჩის ან მუქია რა, ზოგადად ჩრდილშია. ეხლა ფორმას ვაძლევ და უნდა დავხატოთ ჩრდილები სად იქნება. ავიღოთ ეს ადგილას. დავხაზოთ წინასწარ რომ მე გაგვიადვილდეს ჩრდილები სად უფრო მუქი იქნება, წინასწარ რომ ჩავნიშნოთ რა პროპორციებში. აი ნახეთ როგორა, მანდ იქნება ცოტა ჩრდილში ყველა უფრო მუქად იქნება, ვიდრე სხვა ადგილები. აი მანდ უფრო მუქია იქნება ეს კუთხე, იმიტომ რომ შიგნით შედის ტუჩი. და ფორმა რომ მიეცეს, ეგ ადგილი უფრო სიმუქრეში იქნება. ეხლა მაგ ადგილს ფორმას ვაძლევ ტუჩების, როგორიც აქვს ადამიანს. რომ უბრალოდ სწორი რო არ იყოს. ეხლა სადაც დავნიშნეთ ჩრდილის ადგილები, ცოტა ჩავამოქოთ. ჩრდილი მივცეთ. რომ ფორმა შეიქმნას და სივრცე. აი აქ მანდაც კიდე სამკუთხედთანაც ვაკეთებთ ჩრდილებს. აი. გვემსგავსება ტუჩებს. ეხლა გავამოქოთ ეგ ადგილები, სადაც ტუჩის ჩაღრმავება არის და შეერთება ტუჩების. ვამოქებთ ნერო. ეხლა ქვედა ტუჩის ჩრდილებიც ავღნიშნოთ. აი მან ყველაზე მუქი ადგილია ქვედა ჩრდილი. მეგობრებო, მინდა აღნიშნო, რომ აქ არ ვცდილობ მე რაღაც რეალისტური დაგიხატოთ და სუპერრეალისტური ტუჩები. მე აქ უბრალოდ ვცდილობ რომ გასწავლოთ როგორ უნდა ვაგოთ პროპორციები და თუ როგორ უნდა სად უნდა ჩავამოქოთ და სად უნდა ღიად დავტოვოთ. ეგა ჩემი მთავარი მიზანი. ახეთ როგორ სიმრგვალეები აქვს ტუჩებს. ეხლა ცოტა დაჩქარებული ვიდეო იქნება, იმიტომ რომ ანუ ვაფერადებ. და ანუ ძალიან გრძელი ვიდეო რო არ გამომივიდეს, იმიტომ რომ სამი ტიპის
ანუ სამი ტიპის ის იქნება რა ტუჩები და ამიტომაც გწევდი ვიდეო რო არ გამოვიდეს ცოტა ავაჩქარე. ეხლა უნდა დავხატოთ 4B ფანქარით, უფრო რბილი 5, 6B არ აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო რბილი იქნება, მით უკეთესია. ვამუქებთ ეხლა ქვედა ტუჩის ხაზს, ეხლა ჭრილებსაც ვამუქებთ. ანუ უფრო კონკრეტულად დავიწყებთ ხატვას რა. ეს რაც აღნიშნეთ, უფრო მუქი იქნება ვიდრე სხვა ჭრილები. მაგრამ არ უნდა იყოს ცალცალკე, ანუ გაყოფილივით რა, უნდა რაღაცნაირად დავაბალანსოთ და შევაერთოთ რა. გადატანა უნდა გავაკეთოთ რბილი ამ ჭრილების ერთმანეთში. აი ნახეთ ეხლა როგორ გეთება. ვამუქებთ ამ ჭრილს, ფორმას ვაძლევთ და დააკვირდით როგორ ვაკეთებ ფანქარს, ანუ ერთი და იგივე ხაზებს არ ვაკეთებ ერთი და მიმართულებით, ანუ ცლი რა. რაღაც ან ჭრილებს ცლი. ნახეთ, ხან ისე, ხან ასე, ანუ ოთხკუთხედებად ყველანაირად ვცდილობ გვალებად, ანუ ხო ხდებით, ანუ რა უფრო კარგი გამოვიდეს ჭრილები. რა უფრო ფორმა და სივრცე შეიქმნას. ნახეთ, სადაც მუქი ადგილებია, უფრო ვამუქებ ჭრილების. და მგვალად ხატავ უფრო ჭრილებს რა. დროთი თვითონ ტუჩები ესეთია ოვალური რაღაც სიმგვალეში არის და ანუ ეს ტუჩების წერტილებთან უფრო მუქი ადგილებია, ნახეთ, რომ უფრო სივრცე შეიქმნას. ეხლა ქვედა ნაწილს ვამუქებთ ტუჩის და უკეთებთ ჭრდის, რომ უფრო წინ გამოდის და 3D გახდეს. ანუ სივრცე ფორმა შეიქმნას. ნახეთ? ვამუქებთ და ნახეთ როგორ ვაკეთებ ჭრილებს, ანუ სიმგვალეში რა. როგორც თავიდან ხაზი რო გავაკეთე, შუაში რო გავყერა, ცოტა დამრგვალებულად ისეც ვაკეთებ ჭრილებს რა, ანუ მივყვები მაგ სიმგვალეს. უფრო ლამაზი ფორმა იქნება რა, აი, ნახეთ. ვამრგვალებთ. და მან ძალიან თეთრი და ღია ადგილი რჩება, სადაც ქვალები დავტოვე რა, მან უფრო ღია რჩება, ყოველთვის წინ გამოდის ეგ ადგილი და სულ პრიალებს. ანარეკლია ყოველთვის რაღაცნაირად. აი მან ჭრილი აქვს ჩაღრმავების. ეს იყო პირველი ტუჩი პერსპექტივაში მეგობრებო. იგივე თეორიულად იგივეა, ანუ მეორე კუთხეს დაგეხატათ იგივენაირად დაიხატე. ეხა ისე ვხატავთ გრძელ ოთხკუთხედს. ანუ აგებულება პრინციპში იგივეა რა. ნახეთ, გავყოთ ერთი და მეორე და ვიპოვეთ შუა წერტილი. ყველაზე მთავარი ეგაა, შუა წერტილი ვიპოვოთ და მე ჰორიზონტალური ხაზი გავუსვათ. ამ შუა წერტილში. ეხლა ზემოდან ხაზი. ეხლა დავნიშნოთ სად იქნება ტუჩების ჩაღრმავება, ზედა ტუჩის. და ვიპოვოთ დასრულებული ტუჩების ბოლოების წერტილები. ეხლა ვხატავთ ქვედა ტუჩს. ხაზით, ნახეთ როგორი ხაზით. აი, მან უნდა ცოტა ჩავაღმავთ შუა ცენტრში შესვლა უნდა გავუკეთოთ. ეხლა სამ კუთხეს შევაერთოთ და გამოვათ ტუჩის ფორმა. ნახეთ როგორ გავაკეთე. ავიღე წერტილი და იმ წერტილზე ყველაფერი წერტილებით და ხაზებით იქნება რა. გააჩნია ადამიანს როგორი ტუჩები აქვს, ვიღაცას დიდი ტუჩები აქვს, ზედა ტუჩი, ვიღაც, ანუ თქვენ უნდა აიღოთ რა პროპორცია, რა მთავარი წესია, ანუ თვითონ როგორ უნდა ავაგოთ, მაგას გიხსნით რა. ესა კლასიკური აწყობა პროპორციების. ნახეთ, როგორ ხაზს ვაკეთებ. სწორი ხაზი რო ყოფილიყო, არ იქნებოდა ბუნებრივი და ლამაზი, ამიტომაც ცოტა რაღაც ავალური ფორმისა. ნახეთ. აი სადაც სამკუთხედი იკვეთება, იქ გამოსული აქვს ტუჩი ზოგადად შუაში და გავუყევით, ნახეთ როგორ. აი, ეგ ადგილი. ეხლა ავიღოთ
და კვალები დავუხატოთ, ანუ კვალი ადგილებია იქ ზოგადად. ტუჩებზე კვალად არის და ქვედა ზედა, ანუ ქვედა დიდი ორი სიმრგვალე. ნახეთ როგორი ფორმა შეიქმნა. ეხლა უბრალოდ ამ სიმრგვალებამდე ვამუქებთ. ნახეთ როგორ ვაკეთებ ჭრილს, ანუ ვამგვალებ რა, სწორად არ ვაკეთებ სიმრგვალეში ვაძებ რომ ფორმა შეიქმნას, რომ გამოდის სიმრგვალე რო აქვს ტუჩებს რა. და იქაც პრინციპში იგივე პრინციპი, ნახეთ სამკუთხედთან ჭრილს უკეთებთ. აი, ვაძლევ ჭრილს. მათ ქვემოთ უნდა ჩამოქებული იყოს. და დავაჩქარებითიო რომ თითქოს არ გაგვეწევოს და ვაფერადებთ. ნახეთ როგორ ვქლობ ფანქარს, დააკვირდით ფანქარს ჭრილების ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორ უნდა გავაკეთოთ. ნახეთ სიმრგვალეში ვაკეთებ, სწორად არ ვაკეთებ, ვამგვალებ. ნახეთ როგორ ვამგვალებ. მან ტუჩი ბოლომდე არ მთავრდება, ყოველთვის იქ ჭრილია ტუჩის. ნახეთ როგორა ბოლოებში და ქვემოთ აუცილებლად მუქი ჭრილი უნდა იყოს ქვედა ტუჩის. მანდაც სიმრგვალეში ვაკეთებთ, ყოფთ და ვამგვალებთ ჭრილებს. ქვემოთ რა თქმა უნდა ცოტა ჭრილი ექნება, ბოლომდე არ იქნება მრგვალი. ასე ვამგვალებთ ჭრილებს და ვაფერადებთ. აი, მე მაგ ჭრილებშიც ხაზებს ვაკეთებთ, გააჩნია როგორი ჭორფლები აქვს ტუჩებს ადამიანს, ვიღაცას ძალიან აქვს, ვიღაცას ნაკლებად აქვს. ეგ ყველაზე მუქი ადგილებია ტუჩებში, კუთხეები და შუაში. ყველაზე მუქი ადგილები და კიდე შეიძლება ჭრილი იყოს ქვემოთ. გააჩნია როგორ გადაღებული ან როგორ შუქშია ადამიანი. მეგობრებო, კიდევ მინდა აღვნიშნო, მე აქ არ ვცდილობ რეალისტური და ძალიან მაგარი ტუჩი დავხატო, მე ვცდილობ უბრალოდ აგიხსნათ პროპორციები, თუ როგორ უნდა ავაგოთ. ვუკეთებთ ჭორფლებს, სამხდება ტუჩებს. ახლა ანალოგიურად ვაკეთებთ ქვემოთ. მან სიტეთრეებს ტოვებ, რომ ეფექტი კონდეს ტუჩის. და წინ გამოდის და პრიარებს ეგ ადგილი. აი ეგრე დავხატებ მეორე ტუჩიც სისწორეში. წინა ხედიდან. აი მან ჩაღრმავებები აქვს ტუჩებს, არის იყოს თითქოს ჰაერშია, უნდა ჩავსვათ ხო მერე. ეხლა ვხატავთ მესამეს. მესამე არის პროფილში. ძალიან საინტერესოა. ავიღოთ ფანქარი და გავაკეთოთ ისევ ოთხკუთხედი. ოღონდ ძალიან ისეთი გრძელი არა როგორც წინა ტუჩებში იყო დახატული, ცოტა უფრო მოკლე ოთხკუთხედი. გავუსვათ ხაზი, გავუსვათ მეორე ხაზი, ვიპოვოთ წერტილი, გავუსვათ ხაზი ჰორიზონტალურად. ეხლა ნახეთ რას ვაკეთებთ. გააჩნია ადამიანს რამდენად წინ აქვს გამოსული ტუჩი, რამდენად ანუ სისწორეში აქვს. ასე ავიღებთ ხაზს, ჯერ ავიღებთ, დავაკვირდებით, გავაკეთებთ ხაზს, მერე ნახეთ რა ხდება. ამ ხაზზე ვაკეთებთ კიდე მეორე ხაზს. და ვიღებთ ტუჩის ანუ ამობერილობას თუ როგორ ვთქვა, ჩაღრმავებას რა თვითონ თავარ ხაზს შუაში რაცა. ოღონდ მაგ ადგილას ცოტა ქვემოთ ჩამოვდით, დააკვირდით ქვემოთ ხაზი, ვიდრე იმ ჰორიზონტალურ ხაზთან შედარებით. ეხლა ვაკეთებთ მეორე ხაზს. აი. ვაკეთებთ, დავაკვირდეთ. ამბობთ და ეხლა ჩავავსოთ ხაზს.
და ტუჩის ხაზი. ეგეც ინდივიდუალურად გააჩნია და როგორი ტუჩი აქვს, მან ვაკეთეთ სიმრგვალეს. პრინციპში არ არის აქ არაფერი რთული. თავარია გაიგეთ როგორ უნდა ავარგოთ. ეგა ყველაზე მთავარი აქ. რაც უნდა ვისწავლოთ. ეგა ტუჩის თავარი წერტილი. აი მან ჩავამოქცნეს ტუჩი ამოთ. ავსვათ ხაზი. ავიღოთ 4 ფანქარი და მე დავაფერადოთ. წინა ვიდეოში მეგობრებო დავხატეთ ცხვირი და ასევე თვალებით. ნელ-ნელა დავამოღამებთ, არ ვიჩქაროთ და შევძეთ პორტრეტების დახატვას. მე სხვა რაღაცებსაც დავხატავთ აუცილებლად მომყევით ბოლომდე. გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს, თავის საინტერესო ჩემი ასვისაც ხატვა მოსწონს და აინტერესებდა. ის ვინც კი არისო და იგით შეძლებს. ამიტომ რთული აქ არაფერი არა, უბრალოდ უნდა დააჭდეთ, უყუროთ და გაიმიაროთ. პირველი ვეცდავთ თვარ გამოგივათ, იმას არ ნიშნავს, რომ არავის ვერ დახატავთ. 2-3-ჯერ 4-ჯერ ანუ ეს თავიდან არ გამომდიოდა და უცადე და გამომივიდა მე. უბრალოდ ხელი უნდა დახვეწოთ რა, ანუ ფანქართან უნდა გქონდეთ ხშირად შეხება. და ყოველდღიურად ვაპირებ ვიდეოების დადებას. იაქტიურეთ, მიყურეთ, გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს. და საინტერესო იქნება ერთმანეთს აჩვენეთ და ვინ როგორ შედეგს მიიღებს. კიდე მინდა ვთქვა, რომ ვისაც რა გაინტერესებთ და დააკომენტარეთ და შემდეგ ვიდეოებში გავითვალისწინეთ და დავხატავთ. ეხლა ნახეთ რა ხდება, მაგ ადგილას ჩავამოქეთ, სადაც ტუჩი მთავრდება თავარ წერტილთან და იმ სიმრგვალესთან ტოვებთ ისი თეთრეს. მთლიანობაში უნდა დავჩრდილოთ. ზედა ტუჩი უფრო მუქია ყოველთვის შედარებით. ნახეთ როგორა. და ფიქრობთ ჩრდილო უნდა გავუკეთოთ. აი სიმრგვალეში ვაკეთებთ ისევ ჩრდილებს. და ფორმა გქონდეს. მეგობრებო, ვისაც კითხვა გაქვთ ატოა ეს ვიდეო შავთეთრი, რომ განსხვავდებოდეს კიდე სხვა კონტენტი მაქვს მან ვიდეო პლეილისტებში მაქვს ბავშვებისთვის რა ნახატები რა. უფრო კი არ ბავშვებისთვის ეგ რაღაც ისე გამოდის, უფრო ადვილები რა, მარტივები არის. და მით უფრო უკვე პროფესიონალურად უნდა და რაღაც ტუჩი, თვალი და პორტრეტების დახატვა ეს ცალკე არ და ამიტომაც რო გამოყო და განსხვავდებოდეს გავაკეთე შავთეთრი ვიდეოები. რო გასაგები იყოს უფრო. აი ცოტას და დავასრულეთ ამ ტუჩებსაც. ვაძლევთ მემოდან ჩრდილს, როგორც ვატუჩებდეთ. ესეც მესამე ტუჩი დავასრულეთ. დიდი მადლობა რომ უყურეთ, გაუზიარეთ თქვენ მოგებრებს და მოიწონეთ ვიდეო. ნახვამდის.